2015 წლის 17 ივნისამდე ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების თანახმად ქართული ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. დღეს მაუწყებლობის წარმომადგენელთა ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. მარეგულირებელმა კომისიამ ტელევიზიების წარმომადგენლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკუთარი ხედვა გააცნო. საქართველოს უნდა გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე, ამასთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს დიდი ხანია. დღეს კომისიამ წარმოადგინა თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რა სტანდარტით. გარდა ამისა, განვიხილეთ მსოფლიო გამოცდილება ამ კუთხით, როგორც იურიდიული, ისე ტექნიკური ნაწილი. რესურსები გაცილებით მეტი იქნება, ანუ მეტი არხი იქნება ეთერში, მეტ ტელეკომპანიას ექნება საშუალება, რომ იმაუწყებლოს თავისუფლად და მეტ ხალხს ექნება საშუალება უფრო ხარისხიანად მიიღოს ეს სიგნალები. ციფრული მაუწყებლობა რადიკალურად ცვლის სიტუაციას. ერთი გადამცემიდან შეიძლება გამოსხივდეს რამოდენიმე კონტენტი. გამოსავალი კონტენტის წარმოებლებისთვის არის, ჩემი აზრით, ორი. ან ისინი უნდა შეამხანაგდნენ, იყიდონ საერთო გადამცემი, ან არის მეორე ვითარება, როდესაც ეს გადამცემი შეიძლება იყიდოს და დააყენოს რომელიღაცა ინვესტორმა და მან უკვე, ასე ვთქვათ, არენდატორულ ურთიერთობაში შევიდეს კონტენტის წარმოებლებთან.